ნინო ბურჯაანზე ერთიანი ოპოზიციის სახელით ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 11 მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყრის კენჭს, მათ შორის არიან ქალბატონებიც. კანდიდატები ამომრჩევლებს დღეს პარტიის ცის პირველმა ნომერმა გიორგი ცინცხილაძემ წარუდგინა. მისი განცხადებით, ყველა კანდიდატი ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში საკმაო ავტორიტეტით სარგებლობს და გამარჯვების შემთხვევაში მზად არიან დაგროვილი პრობლემების გადასაჭრელად ეფექტურად იმუშაონ. მოსახლეობაც ხელვაჩაურში პირველ რიგში ციტრუსის რეალიზებასთან დაკავშირებული პრობლემები აწუხებს. ყველა ხელვაჩაურელი არის, უცნობი არავინ არ არის. ყველა ისეთი გონიერი, ნიჭიერი კანდიდატები არიან შეკრებილი, რომლებსაც მთელი ხელვაჩაურს იმედი აქვს აი ამ კანდიდატების ერთ თანადგომა ექნება ხალხის, რა თქმა უნდა. პრობლემები რაც თითოეულ სოფელში, თითოეულ დაბაში, თითოეულ ქალაქში არის ჩვენი ძალებით, მათთან ერთად, ჩვენ ამომრჩეველთან ერთად შევეცდებით, რომ ერთობლივი ძალისხმევით გამოვასწოროთ, გადავუჭრათ ის პრობლემები, რაც ნებისმიერ კუთხის შვილს აწუხებს. ყველა პრობლემა აწუხებს ჩათვალებს. ეს არის წყლის, ეს არის საკანალიზაციო სისტემის, არის პირველი რიგის მთავარი პრობლემა ხელვაჩაურის რაიონში, როგორც ქობულეთში, ციტრუსოვანთა ნაყოფის რეალიზაციის პრობლემა წლების განმავლობაში ეს პრობლემა ვერ მოგვარდა და ჩვენი ფერმერები ძალიან დაზარალდნენ. აქედან გამომდინარე სხვადასხვა ტიპის პრობლემები არსებობს, რომელსაც ჩვენი გამარჯვების შემთხვევაში აუცილებლად გადავწყვეტ.